მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატას ფიშულ გეიმერი, ამ ვიდეოში იხილავთ მესამე ღამეს, პირველად წვეულებაზე. ახლა კი ვიდეო. ვაიმე, დამაღამდა, მარა წვეულებაზე მაინც მოვედი. კლასელები შევიკრიბეთ 3 წელი არ გვინახავს ერთმანეთი და ოპა, კლასელებო, გამარჯობათ, აი მეც მოვედი. გამარჯობა პაატა, როგორ ახარ? კარგად ვარ. ვა, ქეთა, როგორ ახარ? კარგად პაატა, შენ? მე კარგად ვარ, ძალიან კაი, რაღაც შევიკრიბეთ, ხო? გამარჯობა პაატა. გაგიმარჯოს, მე შენ ვერ გცნობ, ბოდიშ მოგიხდი და რა ვიცი. დავაი, გავერთოთ ხო ესე იგი გემრიელად? გავახარ, როგორ ახარ პაატა? კარგად ვარ, სანდრო, თქვენ გენაცვალეთ რა კაია ჭამაპურმარილი, ძალიან კაი ხა გახარებული ვარ, რომ შევიკრიბეთ და დავაი ხა აქ რაღაც მარწყვის წვენი მწყურია რაღაც. აუ რა, მოკლედ ძალიან კაია რა ერთი სიტყვით, შევიკრიბოთ ხოლმე რა, ეს კლასელები. კი, არა პრობლემა. დავაი ხო და შევიკრიბოთ ხოლმე. ვაუ, ძალიან ხა კაია გახარებული ვარ ახლა ძალიან. კლასელებო, სხვა შვებით როგორ ახართ აბა? რა ვიცი, მუშაობ და ვარ მე პირადად. შენ უკვე მუშაობა დაიწყე? კი. გონი რავი, ერთი მე დავჭი უმუშე ვარი, ვეზებ რავი სამსახურს და ისა ვერ პოულობ და არ ვიცი აბა. ვაი, მე აქ რა ხდება? თუ მე მეჩვენება, აბა და გავიხედო. ერთი აბა. მომეჩვენებოდა ალბათ. კი, მომეჩვენა ოჭერი. ალბათ რომ დავთვერი რაღაცა დავლიე მაგის გამო. ძმებო, დავაი გავერთოთ, თქვენ გენაცოლეთ კლასელებო. აბა რა, ჯერ არ მშია, მაგრამ ამას ესე შევჭამ გემრიელად. არა, მოდი ძროხის ხორცსა ვიღებ, იმიტომ რომ ეს კურდღლის ხორცი არ მიყვარს მე. ხო და ოპა, მოდი ეს მარწყვის წვენიც მინდა. ძამიგო, დალიე მარწყვის წვენი რატო ერიდები? არა, თავს უთხრილდები არ მინდა დავთვრე და რაღაცები არ მინდა. თავს ვიკავებ მაინც, მაგრამ მოდი ეს დავლევ. რავი, აბა კლასელებო, თქვენ გაგიმარჯოთ რა ერთი სიტყვით. დავლიო აბა ერთი ესეც გემრიელად, ძალიან კაი, ცოტა მთვრალი ვარ, მაგრამ არა უშავს რა. ცოტათი მომთვრალი, დიდი არაფერი. ხო და რა ვიცი ძმებო აბა? ვაიმე, ეს ბიჭო ვინ არის? ხალხო, ეს თქვენს დაინახეთ ეხლა? ვერა, ვერ დავინახე. რა ხდება რო? დაუჯრო ვერ დაინახეთ? არაფერი დავინახავს პირადად. მაშინ მე მომეჩვენა ეგ გამოდის. კაი, არა უშავს. ბიჭო, ამიტომ არ მინდა დალევა და რაღაცები რა. კაი. ასე ვაიმე, ვაიმე. მოკლედ, გაგანადგურებთ. ვაიმე, დავიგამანებე. არა! ჯანდაბა, ხალხო, ეს ვინ არის? ხალხო, ჯანდაბა, რამე უქნათ? არა, დავიგამანებე. არა! ვაიმე, არა! ვიშველეთ, დაგვეხმარეთ. ვაიმე. თავი დამანებე, შემეშვი თავი დამანებე. ვაიმე, არა! ჯანდაბა, მოდით აქ, ყველას გაგანადგურებთ. ჯანდაბა, უნდა გავიქცე მე რამე გეგმა მაქვს. უნდა გავიქცე რამე ტყეში უნდა გავიქცე, მაგრამ ჩემი კლასელები როგორ მივატყო არ შემილია. დაგვეხმარეთ, არა! კლასელები იხოცებიან. ვაიმე. დავიგამანებე, არა! ვაიმე, მალე უნდა გავიქცე აქედან ჯანდაბა. მოდი მე წავალ, ვაიმე, ეს რა ხდება? კლასელებო. მე უნდა გადავეჩინო თავი, რაც არ მაღარ მახსოვს, ვაიმე. ვაიმე, ჯანდაბა, ეს ვიპოვე. ეს რა ჩესტია, მაიმე. ვაიმე, მალე ავიღო ჯანდაბა. მალე ავიღო. ჯანდაბა, სად არის ნეტა ეგ მონსტრი? სად არის ნეტა? ჩემ წერანკი დავინახე, მაგრამ ახლა სად არის? ვაიმე. მოდი აქ გაგანადგურებ. კლასელები ცოცხლები აღარ დარჩნენ, ჯანდაბა. თავი მოდი აქ. გავანადგურე. ძლივს, ვაიმე, ეს რა იყო? ღმერთო ჩემო, ეს რა კოშმარი ვნახე. ვაიმე, ძალიან შეშინებული ვარ. მეშინია ეხლა. კლასელები დაიხოცნენ ყველა ჩემს გამო. ჩემი ბრალი იყო, მე რო არ წავედი აქამდე და რო არ მოვძებნე ეს რაღაც ჩესტი. მაგრამ შემთხვევით ვიპოვე იდეაში.
ეს წვეულება ტრაგედიად იქცა. იგი მეგობრებო, ეს იყო მესამე ღამე. ეს ბიჭი სახელად პაატა შემდგომ გაიქცა, იპოვა სოფელი, ყველაფერი მოყვა, გოყრემები მოვიდნენ და ეს ადგილი ნახეს. ამის შემდეგ ეს ტყე საერთოდ დაკეტეს, რადგან ეს ტყე უკვე უსაფრთხო აღარ იყო, რადგან ეს ყველაფერი უკვე მეორეჯერ განმეორდა. ეს იყო მეგობრებო მესამე ღამე. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.